მოქმედმა პოლიციელმა ბათუმში მაღაზია დააყაჩაღა. აჭარა ტაიმსის ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ქსელურ მაღაზიაში მოხდა. ტარიელ რიჟვაძე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების თანამშრომელია. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელი აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული და დანაშაულიც ამ მოტივით ჩაიდინა. ის დაკავებულია გამოძიებას კი პროკურატურა აწარმოებს. ორი კვირის შემდეგ ისევ მართვით სუნთქვაზეა ჩვილი, რომლის მკვლელობაც დედა მშობიარობის შემდეგ სცადა. ექიმი მთავართა საუბარში ამბობს, რომ ახალშობილს ტვინის მძიმე დაზიანება აქვს და არის საშიშროება, რომ ის საწოლს მიჯაჭვული დარჩეს. ჩვილს 4 ოპერაცია ჩაუტარდა. საავადმყოფო სანიტარი, რომელმაც მშობიარობის შემდეგ ახალშობილი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა, დაკავებულია. მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გორში არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე ოჯახის ნათესავი დააკავეს. გამოძიება 16 წლის ასაკს მიუღწევალ პირთან ძალადობის გარეშე ჩადენილი გარყვნილი ქმედების მუხლით მიმდინარეობს. კაცს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება. თურქეთმა ჩრდილოეთ კვიპროსში 6 ერთეული F-16 გამანადგურებელი და საჰაერო თავდაცვის სისტემები განალაგა. ქვეყანამ გადაწყვეტილება ბოლო პერიოდში ახლო აღმოსავლეთსა და რეგიონში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე მიიღო. გასულ კვირას კვიპროსზე მდებარე ბრიტანულ სამხედრო ბაზას დრონით თავს დაესხნენ, ხოლო საბერძნეთმა სამხრეთ კვიპროსში საკუთარი F-16-ები და სამხედრო ხომალდები გაგზავნა.